ცოტა თუ კი დაიღალეთ გასართობად მოიცალეთ გინდათ ღიარული ამბები აქ ყველაფერია ხდება რაც ხდება და რაც არ ხდება ნახეთ უცნაური ზღაპრები მოწყენილი მდიდრები და ბედნიერი ღარიბები მოკლედ მიტაგრძელი ულვაში ჩუბის თავი მეზობლების ნობები და არიფები ყველა ცხოვრობს ქერის უბანში სათვალეთ მე მგონი უკაცრიელ კუნძულზე მოხვდი ხო? რა კარგი კუნძულია საუკეთესო პირობებია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის პირველ რიგში გავაკეთებ ბულვარის ზოლს თანამედროვე სასტუმროებითა და ბუნგალოებით აქედან საბაგირო დაეშვება პირდაპირ პლიაჟზე სადაც იქნება აკვაპარკი, დისკოტეკები და თუხთუხი, რა თქმა უნდა, მთელი ღამე. ერთი სიტყვით, მეორე ბარსელონად ვაქცევ აქაურობას. და ეცებავ ეხებოდი. მიშა, ვისთვის ლაკ მოპამდეს. ტაშ მაინც არავინ გიკრავს. დავიჯერო ეს კუნძული ისეთი უკაცრიელია, რომ კაცი ჭამიებიც არ ცხოვრობენ? ნუ ეხლა ბრიარო ხა კაცი ჭამიებისთვის მე რო გამიძლია, ისე უნდა რა. ესენი შემაშინებენ მე? ეხლა მართლა შემახვედრა და მალე ისე მოვიყვან მათ მე ჭუაზე რომ სულ მიშამაგარიას მიმღეროდნენ დილი და საღამოთი წავიდა აბა იქნებ ვიპოვო რამე ან ვინმე თუნდაც ხავეთ წავიდა ვაუ ზარმაგარია ნახე რობინზონ კრუზის კუნძულს მივაგერი თუ არ ვწდები ნახე სად მოხდი და მადლობა ამ სახლისთვის მეგობარი რობინ მე ჩენაირე ვარ მიხეილ კრუზოს წავიდე ახლა რაღაცა უნდა მოვინატირო ახლა თორე შეერი დიდხანს ვერ გავცლებ და უნდა გავიდა მასეთ დაი კოკოსიც და ახლა ჩამოვაგდებ და წყვილსაც მოვიკლებ მოდი დაი ენით აღუწერილი ეს ბუმერანგი რა ძალიან მაგარი გამოგონება არის რა გაისრო და უკან გიბრუნდება ძალიან დიდი სიკეთისავით ეს უკვე ნახე, ეს უკვე ქართული ბუმერანგია. იქაც ასე არ დამებრუნდა კაცო ჩემი სიკეთ. ვინ არის მანდ? გამოდი ახლა ვერ. ვიღარ შენ, რა ქვია? რა მქვია და ამ კუნძულის მადლიერი მოსახლეობა? კარგია რომ ამ კუნძულს ერთი მოსახლე ყავს და ისის მადლიერია. მაინც რამსიქზე სახელი გას რა უბედურება. ჩვენთან ყველას ეს სახელი ქვია. კუნძულის მადლიერი მოსახლეობა. დღეს რა დღეა? პარასკევი. ხო და შენ იქნები პარასკევა. პარასკევა, წამოდი ახლა მაჭაბე რამე დროს, მოდი. ძალიან მაგარია ვარ. როგორ შეძელი პარასკევით მითხარ? ეგ რა არის? ფოთის კეფალზე ვარ ნავარჯიშები.
თქვენ ჯობია საკუთარ საქციელზე დაფიქრდეთ. რა დღეში ყავდათ ხალხი 9 წლის განმავლობაში. როგორ ატერორებდით ბიზნესს, ფეხქვეშ თელავდით ადამიანის უფლებებს. იცით რამდენი უსამართლობა ხდებოდა ხალხნო? დრასულელური ჩართვები აქვს ხოლმე ამ ხალხს რა. მოიწყინეს რა უბედურება. კარგი ხო პარასკევა გეხუმრე. მოდი ჩავრთავ ისე, მოდი. ვაიმე. ეს ვინე? უცხოტომელი შემოპარულა ბიჭებო. სადაა შენ როგორ მიხარ? დაიკარგე გოგო შენ. პირამდე უნდა გაიპარო ადეკვატურად. თელეტომი გეძეთ ყისიერა. გადარეულია ბელადი მე ვიყო. რომივალ დაგსაჯოს კიდო იქნება. წემბოლე პასტარონიკასთან ერთად რომ იყავი. ტურისტი მეგონა. შენ თუ ინტრიგანიანი ხარ. ჩვენ კონძულზე ტურისტი რა უნდა ტურისტი. დიახაც ტურისტი ვარ. უცხოელი ტურისტი და სასწრაფოდ ამხსენით ეს ბორკილები, თორე იცოდეთ, ინანებ და კანონის წინაშე აგებთ პასუხს. ხმე შეიკმინდი ახლა თორე მართლა ინანებ რო გამიცანი. ჩქერე მოყევი ახლა როგორ მოხვდი კონძულზე. ჩქერე. მოდი ახლა მეგეთქვით. მე თევზე ვარ. თავიდან მოკლედ საქართველოში ვიჭერდი თევზებს. მე უკრაინაში გადავედი უფრო დიდი თევზების დასაჭერად. მე ერთი გიგანტური თევზი დავიჭირე. ნავიანად ზღვაში გამიტაცა და ამ კუნძულზე გამომრიყა. ის ახლა რეალურად რო გაკვირდებით, აქაც კარგი თევზების დაჭერა მომიწევს მე. ახლა ასე რომ კაცუმ ნებეჯაშენ. დიტო რამსიგძენა გზამას გაძა. ენა თუ ანგელსი მე ვიყო. ბელად დაუძახოთ, ბელად. ზოგი ჭირი მაგებელია. ზოგი ჭირი მაგებელია. ზოგი ჭირი მაგებელია. ისი რა ქვია, ბელად ძინავს და გამაღვინძო. მოიცა. ეს ვინ არის ეს ძალიან მაინტერესებს. ეს ლემურია. მე ბელადის თანაშემწე ვარ, ისი რა ქვია, ლემურს მიზახიან მასხრობით, თუ არა სრული სახელი და გვარი ლეიმურაზი მქვია. წავალ მაშინ ახლა მე გავაღვიძე ბელადს. მაშასე, ტომის ბელადი, მამაცი წინამძღოლი და ხალხს ემზურუნველი, ბიძინძინ პირველი. მივესალმოთ. დაახტება კაცო, ატო გამაღვიძეთ. ავადა რა კარგად ზრუნავდი თქვენზე. სულ ცოტა გიკლდათ ბედნიერებამდე და ზუსტად მაშინ გამაღვიძეთ. კუნძულზე პასტარონი დავიჭირეთ ბატონი ბიძინძინ პირველი. ტურისტი ვარ რო ამბობს. დიახ, ტურისტი ვარ. ძალიან მომეწონა თქვენთან და თუ შეიძლება აქ დავრჩები. აქ დარჩენისათვის გამოცდების გავლა მოგიწევს. დაიცოდე, თუ ვერ გაუძლებ, აი, იმ ნიანგის სადილი გახდები. ამას ხო ვერ დაასწრებ რამეს მოკლედ. ხადური, რამ მოგაშე კაცო? წეღან არ ჭამე ბიზონი. ხოლო თუ გაუძლებ გამოცდას, ამ კუნძულის ნახევარს მოგცემ და იქ იცხოვრე. აუ ჩემი კაი, გრუპამ ბელადო. ნუ ნერვიულებ ლეიმურას, იქიდან ნახევარს მიცემ. მაინც ხრიოკი ადგილია, არც ტყია, არც მდინარე. გაიგი ახლა? რა არ გემიგე დიდო ბელადო ბიძინძინ პირველო. ისი ვერ გემიგე რა ისი ვარ. ესე იგი ისი იქნება მისინა, ესე იქნება ჩვენი. ესე იგი პირველი გამოცდა უცხოენო იქნება ცხელი ქვაი. აგერ ანთია ისი, შიგნით გვიან გავარვალებული ისი, შენ უნდა მოკინო ისი, უნდა მიიტანო იმ ადგილზე მყისი. გასაგებია ისი. აუ ჩემი კაი, არ გამამივიდა ლექსივით. რა პრობლემაა გაც? ერთი ცხელი ქვა კი არა, რამდენჯერ ორი ცხელი აგური მჭერია ხელში ხო? დავამოვეც. ეს ვიყოფილა კაცო, გიჟია ვიღაცა, გაურთულეთ დავალება. ჩვენ უფრო რთული დავალებები გვაქვთ.
მეორე დავალება იქნება კვების აცილებაი. ეხანა უნდა გეიარო თვალდახუჭულმა. თუ ბოლომდე გახვალ და არ წეიქცევი სახოს მოგშენ ყოფილ ხარ ისი. რეუცნევი ხმებს ემისტებს. დღეს სკოლაში ვერ წეվել სიცხემებს. ამასაც გაუძლო კაცო. ყოჩახშენ. აი, დაპირებული პრიზი. მაგნატუნა. ძალიან გევნიერია. აკნატუნე და ისიამოვნი. ეს ნუ ეხლა ეს კარგია, მაგრამ დაპირებული პრიზი? სად არის ერთი ძალიან მაინტერესებს დათვარ კუნძული? უი, შენ გაკნატუნა ხადურმა. შეხედი ამას, ამდენი ქვა მოხდა თავში და მაინც ახსოვს ჩემი დაპირება. მე დამავიწყდა მასობაში კაცო. მაგი მართლა კაი თვისება გაქვს ბიზნესին პირველო. დარდი შენ არიცი და ნაღველი. აცლიანი ხარ რო გეუნები. რა მაგრამ უთხარი. ახლა გიმისმინეთ, იცოდეს ყველამ, რომ ბელადი ბიძინძინ პირველი თავის სიტყვას ყოველთვის ასრულებს. ამ კუნძულის სამხრეთ ნახევარი შენია უცხოელო. წადი დაიცხოვრე. რა ფერდო უმახინჯებია იმ ტურის ნახევარკუნძულის იერსახეი რა არის ესე. ეს ჩვენი ხალხიც რამ გადარიაკი, მაგრამ იგით გარბის უყველაი. ისი რა ქვია, წავან ერთი და უძახებ მეცე.